რუსეთი კვლავ სთავაზობს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას. რუსეთის წინადადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად პლატფორმა გამოყოს ძალაში რჩება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა. როგორც სააგენტო RIA Novosti იუწყება, გალუზინმა ეს განცხადება სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მისხვნილ მიღებაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ცხადია, რომ ჩვენი გეგმების განსახორციელებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მზად ვართ ერევანსა და ბაქოს გავუწიოთ ყველა საჭირო დახმარება დარჩენილი უთანხმოებების გადასალახად. აღნიშნა გალუზინმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ეფექტიანი როლი შეასრულა ერევანსა და ბაქოს შორის ნორმალიზაციის პროცესში. თავის მხრივ მოსკოვში სომხეთის ელჩმა გურგედ არსენიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული დიპლომატიის წვლილის მნიშვნელობა ამ პროცესში და მას განსაკუთრებული უწოდა.